დილამშვიდობისა, მეგობრებო, უბრალოდ შუა დღემშვიდობისა, როგორ ხართ? დღეს ძალიან სერიოზული თემაზე უნდა ვისაუბრო და მე მგონი ამით ყველაზე ძლიერ დემონს უნდა შევეჯახო პირისპირ. ჩახა. აბა შემოდით შემომიერთდით. სათაურში უკვე დავასახელე თუ რომელ დემონზია საუბარი. უცნაურ დემონზია საუბარი, რომელიც ესე იგი დაძრწის და ვერ ისვენებს, მაგრამ აგერ მოვიდა თამარი და ჯახანი გაუცხადა მას. შემოდით, აი ერთი ადამიანი შემომიერთდა. მეგობრებო, აი ამ ადგილზე ეხლა ალბათ თემასთან არის კავშირი, თორე დამთხევა არ იქნება. მეორედ ხედავ ფუტკარს მკვდარს, ზუსტად ამ ადგილზე და რა ხდება ამ ადგილზე? რატო კვდებიან ფუტკრები? ესე იგი, მეგობრებო, მსოფლიო მასშტაბით და განსაკუთრებულად საქართველოს მასშტაბით არის ესეთი გავრცელებული უცნაური დემონი, რომელიც დადის არა მხოლოდ ქალებთან, არამედ მამაკაცებთანაც, თუმცა მე მხოლოდ ქალბატონებთან მაქვს გამოცდილება, რომლებიც ასეთ უცნაურ რაღაცებს მიყვებიან. დადის ეს დემონი და ქალბატონებში აღძრავს ვნებებს. ეხლა მართალი გითხრათ, მაინც ახალგაზრდა ქალბატონებში კი არა, საკმაოდ ხანში შესულ ქალბატონებთანაც ასევე აღძრავს ვნებებს. და ეს დემონი არის სხვადასხვა ადამიანის სახით, მეგობრებო. შეიძლება მიიღოს ნაცნობის სახე, შეიძლება მიიღოს წმინდანის სახე, შეიძლება ქრისტეს სახეც მიიღოს. შეიძლება მიიღოს იმ ადამიანის სახე, ვისთამიც თქვენ სიმპათია გაქვთ და ასე შემდეგ. და ეს დემონი რას აკეთებს, ახლა ნახეთ, მიდის ქალბატონებთან, მე ახლა ქალბატონებზე დავკონკრეტდები, მამაკაცებთან ჯერ არ ვიცი, არ დამკავშირებიან მამაკაცები ასეთ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ქალბატონებთან გაფრთხილება მინდა ახლა გავუშვა რა სივრცეში, იმიტომ რომ ეს დემონი იკვებება ამ ადამიანების ენერგიით. შეიძლება გამოგეცხადოს მაგალითად ბერი ნიკოლოზის სახით, ან გამოგეცხადოს იმის სახით, მოიცა? ხო, იმის სახით. ერთი პერიოდი ის იყო გარეკვა ქონდათ მაგკაცზე. რა ქვია, კაცო, ილონ მასკის სახით, ხო? ვიღაცების სახით შეიძლება გამოგეცხადოთ, გესმით? და რას აღძრავს ახლა თქვენთან? მოდის და გაძლევთ დიდ სიყვარულს. აი, შეგაყვარებთ თავს. აი, იცით როგორ შეყვარებული რო არის ადამიანი და რაღაც ლომკაში რო არის რა, იმ ადამიანს რო ვერ ხედავს და სულ იმ ადამიანზე რო უნდა იფიქროს და სულ იმაზე რო მთელი ამდენი ხნის მანძილზე, სანამ შენ მასზე ფიქრობ, იცოდე რომ ეს დემონი შენი ენერგიით იკვებება. ეს არის დემონი. ამ დემონის სახელი ჯერ არ ვიცი, მეგობრებო. თქვენ თუ იცით, დამიწერეთ კომენტარებში და ამ დემონს განდევნი იმ შემთხვევაში თუ კი შენ იცი ამ დემონის სახელი. ეხლა მე შევეჯახე ძალიან დიდ დემონს, რომელიც აი დარწმუნებული ვარ, ისი არ დატოვებს ამ საკითხებს, მაგრამ იცოდეთ რა, რომ ამ დემონზე გამარჯვებული არის ძალიან მაგარი ტიპი რა. გამარჯობა მაია. და განსაკუთრებით გამიგია ქალბატონებთან ნარიმანის კარზე, აი ასეთი საკითხები. და განსაკუთრებით გამიგია ქალბატონებთან, რომლებიც არიან გურუებთან, აი მაგალითად რომელიღაცა გურუსთან რაღაცა სეანსი გააკეთა და შემდეგ ამ გურუზე აქვთ ამოსვლა და მზედამთვარის დედის ტირილი რა და ეხლა რა ხდება და თან რას გაფიქრებინებს, იცი, იმას რომ უყვარხარ შენ და შენც რო გიყვარს ის და მიაქვს ეს შენი ენერგია, მიაქვს და ხარ მიწასთან გასწორებული. ამაზე მეც ვერაფერს ვერ აკეთებ, ამაზე ფიქრის მეც ვერაფერს ვერ აკეთებ. გესმით? ეს არის დემონი, მეგობრებო. დემონი დაძრწის. ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც ტყუპ სულებსა და დუალურ სულებთან დაკავშირებით ჩვენ საუბრობთ, არავის არ გაანდო შენი არც ქცევებში გამოტყდე, იმიტომ რომ დემონი ისეთია, რომ აი აქ შეიძლება იდგეს და შენ ვერ ხედავდე მას, ის ხედავს შენ. გაკვირდება ყველა ვითარებაში. და თუ კი შენში დააფიქსირა
პატარა მომენტი, რომ აი ის ადამიანი გევასება, ხო? რაღაც აი ის ადამიანი ეგრევე იმის სახეს იღებს. გესმით? იმის სახეს იღებს, მოიცა ვიღაცას დამატება სურს. აბა ნორას სურს დამატება, კი ბატონო. ესა დაგამატება. ხო გითხარით ისი არ დატოვებს მეთქი ამ საკითხს ეს დემონი გადაირევა ჭკუაზე არ იქნება ისეთ რაღაცებს დააღწევს სულ დატეხავს მთელ ხეებს ალბათ მაგრამ არც ეგ არ მაინტერესებს არც ეგ არ მაშინებს მეგობრებო მე მინდა რომ ჩვენ ვიყოთ ყველა ჯანმრთელები და ყველანი ვიყოთ ქრისტეში ძლიერნი რა ჩვენ თუ გვინდა რომ ქრისტეში ძლიერნი ვიყოთ მაშინ ყველა დემონი უნდა დავამარცხოთ რაც კი არსებობს ამ დედამიწაზე უხილავი ხილული თუ ასე შემდეგ, ხო? ხო და ხედავთ ახლა როგორი ის წამოიღო? ქარიშხალი წამოიღო? ხო და მოკლედ ერთი სიტყვით სად ვიყავი ახლა გამაწყვეტინა აზრი. შენ. ანუ თქვენ თუ გრძნობთ იმას რომ ადამიანზე რომელთანაც კონტაქტი არ გაქვთ საერთოდ ანუ კონტაქტი რა შეიძლება წელიწადში ერთხელ ნახოთ ეს ადამიანი ან თვეში ერთხელ და თქვენ თუ გაქვთ ეს შეგრძნება რომ ამ ადამიანს თქვენ უყვარხართ და თქვენს ეს ადამიანი გიყვართ ეს არის დემონი იმ ადამიანს დამერწმუნეთ არც ერთ ადამიანს რომელსაც თქვენ უყვარხართ ერთი თვე არ დასჭირდება იმისთვის რომ გადადოს თქვენთან საუბარი. თუ ადამიანს უყვარხარ, ეძებს სიახლოვეს. თუ ადამიანს არ უყვარხარ, საერთოდ არ აინტერესებდა, ამიტომ ის არის შორს შენგან. ერთ-ერთი ასეთი დემონი მე დავამარცხე, როგორ ახლა ნახეთ. იმ ადამიანზე, რომელზეც მეგონა რომ მიყვარდა და იმასაც ვუყვარდი, მართალია გამიჭირდა მასთან შეხვედრა, იმიტომ რომ შესაძლებლობებიდან გამომდინარე რომ რამდენჯერაც დავთქვით შეხვედრა, იმდენჯერ ვერ მოხერხდა ეს შეხვედრა, მაგრამ მე მოხდა ესეთი მომენტი, რომ გადავწყვიტე ჩემს თავში, რომ აღარ უნდა გადაიდოს ეს. და ველაპარაკე ამ ადამიანს პირისპირ და ვუთხარი ის, რასაც გრძნობდი და რაც აი ამდენი ხან 3 წელი ცოტა არ არის. გესმით? და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ეს იყო დემონი. ანუ ის ადამიანი კი არ იყო დემონი. დემონი იყო მისი სახით ჩემთან, რომელიც მაფიქრებინებდა ამას თუ იმას თუ იმას თუ იმას. გესმით? და ყველაზე კარგი დასამარცხებელი მეთოდი არის ის, რომ ამ ადამიანთან პირისპირ დაჯდე და ისაუბრო, არც მოგერიდოს და არც შეგწოს. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მომენტი და სწორედაც ამ სიტყვებით მივედი იმ ადამიანთან, რომ იცი რა, მე მინდა ეხლა შენთან საუბრით დავამარცხო ჩემი დემონი. და ამ ადამიანს შეეშინდა რა დემონია, არ ვიცი, მაგაში ვერ გიშველინეო, მაგრამ როცა ვისაუბრეთ, აი მაშინ მიხვდა, რომ თვითონ არაფერი არ უნდა ქნას, ერთადერთი თვითონ რაც უნდა ქნას არის ის, რომ გულწრფელი იყოს. მე რასაც ვკითხავ, იმაზე გულწრფელად მიპასუხოს და აი ამ შემთხვევაში, ხო? იმიტომ გადავწყვიტე მე თქვენთვის ეს ვიდეო ჩამეწერა, რომ ეს დემონი ძალიან გახშირებულია. იცოდეთ რა? აი ფუტკარი. დარი მეორე, ეხლა ამ ფუტკრებს ვუგროვებ ჩემს მეგობარს. იმიტომ რომ ამით მზადდება წამალი მეგობრებო, თურმე. და მთხოვა რომ იქნებ შემიდგომო და არა კი არც მთხოვა სხვათა შორის გავიგე რომ აგროვებს და მეც ვეხმარები. ხო და აი ასე რომ ესე ჩემო მეგობრებო ეს დემონი თხილად იყავით ძალიან გახშირებულია, განსაკუთრებით გახშირებულია ბერი ნიკოლოზის სახით. გახშირებულია ძალიან. და თხილად იყავით რა. ამიტომაც ვცდილობ ახლა რომ გავაზიარო რა და იმედია დაგეხმარებათ. ეხლა როგორ გაუმკლავდეთ, იცით? ან გამკლავება არის ყველაზე რთული. ეხლა ბერი ნიკოლოზი არის მდუმარებაში და ვერ მიხვალ იმ ადამიანთან და ვერ გაარკვევ რომ მართლა ესია. ანუ ხვდებით, ამ შემთხვევაში რთულია, იმიტომ რომ
ამ შემთხვევაში რატო არის რთული, იცით, მეგობრებო? რომ ადამიანს უნდა, აი ნახეთ, ადამიანს უნდა რომ რაღაცა მხსნელი ყავდეს და ნუ ბერნიკოლოს ეს სახელი ესი აქვს რა ხალხში რომ აი მხსნელია ის და ეხლა ყველა ქალბატონს რომელსაც ბერნიკოლოზი როგორც ესეთი მიაკითხავს და მე შენ მიყვარხარო და სიყვარულებს და იმებს გაუხსნის რა თქმა უნდა მისთვის სასიამოვნო არის ეს შეგრძნება და მას თავის თავში გონია რომ აი ეს ესია და ეს აი ბერნიკოლოზი მასთან არის და ასე შემდეგ და სამწუხაროდ ეს ბერნიკოლოზი კი არა არის ის დემონი რომელიც ბერნიკოლოზის სახით შენთან მოვიდა გესმით და აი ამ ილუზიებში არიან ეს ქალები რომ აი ბერნიკოლოს მე ვუყვარვარ შინაგანად გესმით და რამდენიმე მიხვდა აი ამ რამდენიმე მიხვდა რომ ეს არ არის ბერნიკოლოზი და დამიკავშირდა მე სხვათაშორის და ვისაუბრეთ ამაზე და აღმოჩნდა რომ მართლაც ძალიან საინტერესო რაღაც აღმოჩნდა რა ხო და არა მხოლოდ ბერნიკოლოზი ხომ გითხარით კიდევ არსებობენ გურუები რომლებსაც ერთი და არა 10 ქალი არამედ 20 ქალი ერთად ფიქრობს რომ ამ ადამიანს ის უყვარს და აი იმასაც უყვარს და ოღონდ ვერ დაეკონტაქტება იმიტომ და აი რაღაცა მოიგონებენ რაღაცა იმებს რაღაცა შეთხზავენ რაღაცებს ყველა შემთხვევაში შეთხზავენ და მე თავს იკმაყოფილებენ იმით რომ აი მე მართალი ვარ ის ვერ მიკავშირდება იმიტომ რომ არ აქვს დრო იმას ოჯახი ყავს იმას ის ყავს იმას ეს ყავს იმას რა ვიცი რა აქვს და ასე შემდეგ ასე რომ ფრთხილად იყავ შენი თავის პატრონი შენ ანუ შენ არავინ არ უნდა დაგამარცხოს არც ფიქრებში არც ფიზიკურში. ნუ არსებობს ახლა სხვადასხვა ნახე სიზმრებში დაცემა არსებობს მასტურბაცია, ონანირება, აი ესენის დაცემა არის. ესენი ის დემონებია, რომლებსაც შენთან, როდესაც მოდის, შენ მას ვერ ხედავ, მაგრამ ის კმაყოფილდება შენი ენერგიით, გესმის? გიბიძგებს იმისათვის, რომ შენ დაკმაყოფილდე. ამას სხვადასხვა პროპაგანდაც გაეწია ამ ბოლო დროს, რომ ეს ძალიან კარგი ყოფილა თურმე ადამიანისთვის და სინამდვილეში მართალი გითხრათ კარგი არაფერია რაც ცალსახად ცალმხრივად შენ თავთან ხდება ანუ შენ თუ ასეთი ურთიერთობა გინდა მამაკაცთან მაშინ მამაკაცი უნდა იპოვო და მასთან გქონდეს ეს ურთიერთობა და არა შენ თავთან შენ მარტოდ გესმის აქედან გამომდინარე ჩემო კარგებო შენ თუ ამას მაინც განახორციელებ, ყოველ შემთხვევაში შენი ენერგიით ვიღაცა ან რაღაც დემონი იკვებება 100%-ით ესია. შენი ენერგია შენ თვითონ გჭირდება, მაგრამ იმან რადგან იცის რომ შენი ენერგიებიდან შეუძლია წაიღოს, იმიტომ რომ შემოაღწევს შენს ენერგიაში და აი აქ გაგჰაკავს და გიბრძანებს, რასაც გინდა იმას გააკეთებინებს, შენს თავს, შენს გონებას აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შენი თავის მფლობელი ვერ ხარ ამ დროს და მარინა ზარქუა წეს, რასაც თქვენ ხსნით არის ფანატიზმი, ბერნიკოლოზის სწორად შეცნობა და მისადმი კრძალვა ბერს არ შეუძლია ვატყობ, ვისაც სიმდაბლე აქვს, შეიცნობს წმინდანის ძალას. ეხლა ეს ბერნიკოლოზი მისდამი კრძალვა ბერს არ შეუძლია ვატყობ. არა მარინა ნახე ეგრე ვერ ვისაუბრებთ რა თუ დემონი მიდის ადამიანებთან და ესი აცდუნებს ხო ძალიან რთულია ამ ადამიანებისთვის გაიგონ რაშია საქმე გესმის ბევრმა არ იცის ესეთი რაღაც და ჩვენ უნდა გავაგებინოთ ეს ადამიანებს რომ ესეთი დემონები არსებობენ რომლებიც პირდაპირ შემოდიან შენს ცნობიერებაში და შენი ენერგიით იკვებებიან და თან სახეს იღებენ სხვადასხვა ადამიანებისას ხო თქვი უკვე რა და აქედან გამომდინარე ესე ვერ ვიტყვით რომ აი ცუდი არის რომელიც ვერ ერევა ამ საკითხებს ცუდი არ არის სუსტია უბრალოდ ან არ იცის ჯერ როგორ მოერიოს ამ დემონს გესმის და აქედან გამომდინარე ჩვენ თუ გვაქვს ტექნიკები, უნდა ვასწავლოთ ერთმანეთს, როგორი ტექნიკებით. მაგალითად, უფალ შემიწყალი არის ერთი ტექნიკა, რომელსაც იტყვი და ის პირდაპირ განგეშორება. არის ღვთისმშობლის ლოცვა, არის სხვადასხვა ლოცვები, ვის რა ტექნიკა აქვს, გესმის და ვისთან რა ტექნიკა ჭრის.
ეს ტექნიკები უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს. აი მაგალითად თუ კი ადამიანი ფიქრობს რომ ბერი ნიკოლოზი მასთან მივიდა და აი სიყვარულის კორიანტებში ამყოფებს, ხო? აუცილებლად უნდა გამდევნოთ, როგორ სატანას როგორ განდევნის, ნახე, ბოროტი, განვეთ ჩემგან მართლ უკუნ. თაყვანს ვცემდე მხოლოდ მამასა ჩემსა და მას უმსახურებდე, მხოლოდ მას ვსახურებდე. ეს არის ერთადერთი ბოროტების დემონის განდევნის ლოცვა, რომელი დემონის სახელიც არ ვიცით. გესმის? და ამიტომ გეუბნებით რა, რომ ეს ერთმანეთის განკითხვა კი არ დავიწყოთ. დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ამ დემონს ეს დემონი განვდევნოთ საერთოდ საქართველოსთან, იმიტომ რომ აქ ვერ მოიკიდებს ფეხს და მოიკიდებს სხვაგან, სხვა ქვეყანაში და წავიდეს იქ იყოს თუნდა. ხომ ხვდებით არა? ამიტომ მე არავის არ ვადანაშაულებ, თუ კი აქამდე ეგონა რომ აი ბერ ნიკოლოს ის უყვარდა და იმასთან რაღაც ქონდა და იმასთან ეს არის დემონი უბრალოდ. ანუ დემონია მოსული ბერი ნიკოლოზის სახით. გესმით? და გაფიქრებინებთ რომ ეს ხდება მართლა ბერი ნიკოლოზის მიერ. ასე რომ ფრთხილად იყავით. ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო. ხო და დავაკვირდები, აბა დღეს ეხლა როგორ განისხდება ის დემონი, რომელსაც ეხლა თითი დავუქნია, შეუაზრო შენ. განევე ჩემს ხალხს თავი. ჩემს ხალხს, ქართველებს უბრალოდ. აბა გაკოცეთ, ეხლა წავედი. მოისადე, კიდე რაღაც კომენტარი დაიწერა. ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენი საუბარი გაქვს. ბევრ ადამიანს უხელთ თვალს დაგლოცოთ უფალმა. მადლობა ნინო. დიდი ქართველი, კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდაო და მაგალითს დუმილით გაძლევს და წივილ ყვირილს ვერ ამთავრებ. ნიკოლოზი გვანახებს ჩვენ დაცემულ მდგომარეობას. ხო, ნუ ეხლა ვის როგორ ანახებს და რას ანახებს ეს საკითხავია და საქმე იმაშია რომ როგორც კი ადამიანთან მიდის და ეუბნება რომ შენთან ეხლა ვნებას აღძრავს, პირდაპირ ვნებას აღძრავს და თან სიყვარულის ვნებას აღძრავს, ეს არ არის ნიკოლოზი, იცოდეთ. ეს არის დემონი. ეხლა წავედი, დაგემშვიდობეთ, აბა თქვენიც.